არა, მუკბანგს არ ვიღებ ამ ვიდეოში. ეს უბრალოდ inside joke იყო ჩემი ჰეითერებისთვის, რომ გამიხსენებინა რაღაც. თუ გაინტერესებთ რაზე არის თემა, გადადით TikTok-ზე, მან ნახეთ ბოლო რა ვიცი. არჩე ისევ ამაი კითხვა რომ მგონი იმ ვიდეოშიც რა, იმენა მაგარი რიმეიკი გამომივიდა დღეს. მოკლედ. ნახეთ რა იქ ვიდეო და მიხვდებით რაზე მოგსაუბარი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ჰეითერებზე. იმიტომ რომ გუშინ ვიყურებდი გიასონას ვიდეოს რა და მან ლაპარაკა მაგ თემაზე და მე რო დავამღვამე, მეც კაი გამოცდილება მაქვს მაგ თემაზე, დავდებ ამ ვიდეოს, რადგან ბევრი ხალხი არის რა, აი გინდა TikTok-ზე, გინდა YouTube-ზე, მაგალითად იოლუკათი MG ან რა პატარა YouTuber-ებიც ბევრი მინახია, ან პატარა მუსიკოსები, ცუცხვერლები, ქართველები არ აქვს მნიშვნელობა. და ზიან და ჰეითებენ ხალხს. მაგრამ აი მუღამი რას აქვს მაგათ აზრში, იცი რომ აი შენ გაგაბრაზონ რა და თუ შენ ბრაზდები და მაგაზე ვიდეოს იღებ, რა კაი დასაკლიპია, იცი? იმენა ისე დასაკლიპი ტიპი ჩიტები რომ მე თვითონ ერთი 10,000 ნახვას აიღებენ რა და თან თავიანთ კომენტარში იღადავენ რა 10,000 ნახვარი ავიღებ რა ხო იმენა ეგეთი სახით და კიდე როგორც მონკლერი თავბად და რავი მსგავსი რაღაცებით ოღონდ თავისაც მაგას არც ერთი არ ცდება მეტრა 40 ან ნახევარს არა ნახევარი ბევრია მაგაც 40 რა იმიტომ რომ ასაკითაც პატარები არიან და ვერ მოთხოვ რა ვიცი ხო და ამდაგვარი ტიპები არიან უმეტესად ჰეითერები ცოტა დიდი ჰეითერებიც არიან მაგრამ ისინი ჰეითერი ბელადები არიან რა აი GG Squad-ი რო იყო ადრე მსგავსი რაღაცა არის ოღონდ ჰეითერები და ისინი მე ეს დადიან ონთან ჩაკუზულია მაგას მე ვერ ვიზამ და მეტანის ქილდრა გავარ მაგის მაგრამ ეს ჰეითერები არიან დაახლოებით ეგეთი ვიზუალის ტიპები რომელთაც უნდათ რომ გამოჩნდეს მაგარი რა ოღონდ მაგარი გამოჩენა ხალხში იწყება ესე ვიღაცა საჯვაო მე იტყვის ვიღაცა ამას რომ მაგარი დავაჯვი მე ვიღაცები იტყვიან ხო ბრატ და მე ეგ არისო სახელი მაგრამ ასწორებს ეგეთი რაღაცები მაგმონჩი რა და თუ არ გინდათ გავს იყოთ ჰეითერობას თავი დაანებეთ რა იმიტომ რომ ბევრი შევა მაგას დარწმუნებული ვარ კი არა ვიცი და რეალობაში მე შემხედრია თქვენ შემხედრია მსგავს ტიპები რა ოპა კიდე ერთი ჰეითერი ბაზარი არა ხო მოკლედ TikTok-ის კომენტარები არ წყდება იმენა იმდენი შემოდის რომ რა ვიცი მაგრამ მე მიხარია თქვენც უნდა გიხარდეთ ჰეითერების ყოლა იმიტომ რომ სამ რაღაცას ნიშნავს ჰეითერების ყოლა ან შენთვის ხადაობა არის ანუ შეგიძლია რომ დაცინო მას ტიპებს იმიტომ რომ 0 ფოლოვერი 2 დღის წინ გახსნილი აკაუნთი 0 profile picture 90% შემთხვევაში და წაშლენ აკაუნტს როგორც კი ეცდები რომ პიაჩი მიწერო ან მოგწერო ან რაღაც არ აქვს მნიშვნელობას წაშლენ ეგრევე აკაუნტს მაგაში დარწმუნებულები იყავით რა ან კიდე ეცდებიან რომ გეღადავ მაგიტომ პიაჩი მიწერა არსოდის არც ამ მსგავს ტიპებთან მაინც არ გამოვა რაღაც დებილობს დაგიწყებენ და შეიძლება მე თვითონ აღღადავონ მეორე რაღაცას ნიშნავს კიდე ჰეითერის კომენტარი რომ სწორ გზაზე მიდიხარ 90% შემთხვევაში იმიტომ რომ იტყვიან რომ რო არ შეგიძლია თავი დაანებე მე არ გამომივიდა შენ გამოგივა და რაღაც ხანდაგო რაღაცას ეგ არის მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი არის ესეთი ტიპები რა რომ ანუ როგორ თქვა მოტივაციას გაძლევს სამი მოტივაციას გაძლევს მაგრამ ეს ტიპები უფრო იმიტომ რომ ესენი არიან იმენა გადაკიდებული ჰეითერები რომ აი ტყავს გაიძრობენ რომ რაღაც სულ დაგიწერონ რა აი ეგეთი ტიპები არიან უკვე ისეთი ტიპები რომელსაც უნდა იყვნენ შენ და არ არიან რა აი მასეთ ტიპებს შეგიძლია დაუძახო მედაკარგულები იმიტომ რომ თავიანთი აზრი არ გააჩნიათ და ხალხი რაც წერს ზუსტად იმას აგრძელებენ თვითონაც რა აი ძალიან მონოტორნული არის ჰეით კომენტარები უკვე გადაობას აღარ ხდება მე თავიდან საცილოა რაღაც მაგრამ მე რო ამოღამები რომ ერთი და იგივე რაღაც იძახიან უკვე აი ერთ და იგივე შუტკა რო ბეზდება ეგრე ბეზდება ეგეც რა და მაგიტო ცოტა შევცვალოთ რაღაცები რა ჰეითერებს იმიტომ რომ ჭირდებით მაინც ფეიმს გვაძლევთ აქ ხალხს და რა ვიცი საჭიროები ხართ ალბათ
მაგიტომ გამოიყენეთ ჰეითერები როგორც мотивაციად პირველი, მეორე როგორც ვალიდაციად, რომ ანუ სწორ გზაზე გახარ და მესამე როგორც ღადაობად რა და იღადავით მაგაზე, იმიტომ რომ მართლა ღადაობა, აი მაგალითად, რა ჩავხედავ კომენტარს და ვიღაცა დაარწმუნებული ვარ რა. 10 კომენტარიდან 8 ესეთი იქნება, მოიცა ხმა გავუჩიო. ძალიან მაგარია. არავის მოусმინო განსაკუთრებით მე. რავი, შენ რატო უნდა მოგისმინო? ვიღაც ტიპი ხარ ინტერნეტში და გონია რაღაც საკეთებ მსგავსი კომენტარებით. და 48 ლაიქი აქვს. ვიდეოს 265. გჯობნი. აი, მეორე. ღმერთო გვიშველი. რისგან? ვიდეოზე არ შემყვდე არ უყურო, რა ვიცი. რამხელა ინტერნეტი პეტაბაიტებზე არიან გადასულები და ვაფშე წყალქვეშა აქვთ დატაბაზები ტიპებს რა, Google-ს, Microsoft-ს მსგავს რაღაცებს და რა მე თუ არ მყურებ, წადი უყური სხვას რა, რამდენი ტიპია. TikTok-ზე, აი, ქართულ TikTok-ზე არის ერთი 3 მილიონი აკაუნტი მაინც. აქედან 2 მილიონი იქნება ესეთი ჰეითერები და დანარჩენი 1 მილიონი იქნება ან არააქტიური არხები, რომელიც პროსტა ჩილროჟები არიან, ან კიდე ნორმალური არხები, ან ბავშვები. აქედან რავი, 1000 არხი მაინც არის, რომელიც კარ კონტენტს ძევს რა. და ამ 1000 არხში ვერ არჩიე და ვიჯე რომ მაშინ გადი უცხო ერთზე რა. Fuck, რა ვიცი. ინგლისურად იმდენი კარგი კონტენტი ვიცი, რომ აი, რავი, არ წარმოგიდგენიათ რა. და რავი, პროსტა სიგიჟეა რა. და რავი, არჩევანი დიდია, მაგას ვერ ვიტყვი, რომ მაინც და მაინც უნდა გიყურონ, ეს არ არის ტელევიზიის დრო, როცა ტიპი იჯრა და მეორე არხზე გადართე, მესამე არხზე გადართე და ამ არხის შექმნასაც უნდა მილიონები და მაგიტომ იყო რაღაცა მთავრობის მიერ დაფინანსებული არხები და რაღაცები. ეს უფასოა, მეგობრებო, რომ ვაფშე შეიძლება რომ ვიღაც ლეპტოპი ითხოვო და რაღაცა და უფასოა რა, ადექი და შენი დიჩალიჩე, რა თუნდა ამას ამდენი ამბავი. თუ სხვისი კონტენტი არ მოგწონს რა. შემდეგი, ისე PvP-ს ამის მეტი არც კადრება. მადლობა, იმიტომ რომ რავი, ეხლა 90% რო ჯობი ვარ, დასავლელი ვარ მეც, მაგრამ დასავლეთის სასწავლებელს ჯობი ვარ, რავი, რა სლიფინებ შეჩემა, რავი. სლიფინი ჩემთავს ვერ შევატყე და ვაფშე ვინ ხარ, bro, what the fuck. და ამას ჩაუგდა ესეთი რაღაცა. იცოდით რომ ანუ ლეო გერცუნგმა არ ვიცი გერცენ იცოდით რომ ლეო გერცენზანგმა შექმნა ყურის ჭხირები, რომელთაც ყურს იწმინდავთ. ნახარო თავისული ბავშვს ყურს უწმინდავდა ასანთის ღერზე შემოხვეული ბამბით და მას პროდუქციაში ჩაუშვა თავისი ყურის ჭხირები. შეგიძლიათ გამოიყენოთ ვისაც არ გესმით არაფერი. შემდეგი. აი ხო, ნუ ამას ახსნა არ ჭირდება, ვერ მივხვდი. არ მქვია, გიორგი მქვია, ან ჯიჯი შეგიძლია დაწერო, რა ვიცი, იგივეა. ხო, შემდეგი. აჰა, ამასთან ჭიჭვინეიშვილია. არ ვიცი, ჭიჭვინეიშვილი ვინ არის? შემდეგი. შემდეგი ჰეითერი. შენ რო PvP-ში მოხვდე, მაგრად დავცინე PvP-ს. აზრი არ გვიკითხია, რას იზავ PvP-ზე სამწუხაროდ. იმიტომ რომ რა ვიცი, აი, ერთი ტიპი ხარ რა და მილიონები ტიპი უყუროს PvP-ს. შენი ერთი აზრი ოდიში და ხო იცი, სადაც არის. მაგიტომ ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემგან ეგრეა და რანჩენების არ ვიცი. შემდეგი, მოვიტყუები და ძალიან მაგარია. ხო, ვიცი რომ იტყუები, იმიტომ რომ ძალიან მაგარია მართლა. შენ არ ჩაიძირები ძმა. ხო, ეგეც არის, იმიტომ რომ ნამეტანი ბევრი ვარები მაქვს, ქონებიც მაქვს. არ ჩავიძირები. შემდეგი. ეს არჩევზე რა მაგარია და PvP flow-ზე თითი მსერავი იქნება. რა თქმა უნდა, აბა რა, ცოტა ეგრე ვიქნები, რომ გამოვიდე რა. მესამე სეზონი ჩემია. კომენტარებში ზოგმა დაწერა და შარაუთ მაგხავს. ვიცი რომ ბევრმა გადავიდე დაწერა, მაგრამ მაინც. შემდეგი. შენ თქვი ჭია მარწა იღოს ჭიაო, რავი, კი მეთქი და ტიპმა რა დამიწერა, იცი? გიხარია მერე? რა ვიცი, არ მithქვამს რომ მიხარია, პროსტა კითხვა და პასუხი გაგეცი, bro. What the fuck? რამე თუ გაიგეთ. ამასაც იგივე ჩაუგდე. თლიანი ისტორია თუ როგორ შეიქმნა ყურის საწმენი ჭხირები. და ხო, ეგ იყო. შემდეგი. ამდენ ნეგატიურ კომენტარს ნუ წერთ, ყველას დალაიქებას ვერ ვახერხებ. რავი, ვერ მოახერხებ, იმიტომ რომ ბევრი ხართ და თან კიდე, რავი, რატო გიხარია რომ ნეგატიურ კომენტარს ალაიქებ, ან რა ვიცი. წარმოიდგინე, შენ ცუდი აზრიც არ გაქვს.
მიდიხარ და სხვის ცუდ აზრს ეთანხმები. შენი აზრი არ გაქვს ამ ეტაპზე. Fuck, საცოდაობა ამ ტიპის ცხოვრება დარწმუნებული ვარ. შემდეგი, ქადა, შარაუთ ქათას, ჰაილჯი დაწერა. ვიღაცამ დაწერა, აყვანილი ხარ დღეს 3 ჯერ. რა ვიცი რომ აყვანილი ვარ, რა თქმა უნდა, სამდენი ლაპარაკი. შემდეგი. ვიღაცამ დამიწერა ბითებს მიხედეო. ბით ჩაგიგდებ, ვაფშე შენ სახელს რო გაყვიროდეს, ეგრე დავდებ, BBL Drizzy Vibes წამოიღებს, ძალიან მაგარი იქნება. გინდა? გოაც ნიკო ვინ არის არ ვიცი, sorry. შემდეგი. კოაძია under 15 შეუქმნით ამ კაცს. 15-ის ვიყავი, წინა წელს დავდები მსგავსი ვიდეო რა. იმაზე პიპის შესარჩევზე. ეხა 16-ის ვარ, მაგიტო under 16 მინდა რა. 16-იან under. იმიტომ რომ პატარებთან არ მიყვარს ისაო. კაი. რატო ცლიფინებ ჭიას დონემდე ჩალიჩობ რომ მიხვიდე. Bro, ვინ თქვა რომ ჩალიჩობ უკვე ვარ? ანუ უფრო მაღლა ვარ, fuck. და ამასაც იგივე ჩაუგდე. ურსაწმენდ ხირებზე და ამან დამიწერა რა იცი? ქართული არ იცი? შემდეგი ვიღაცამ Optimus Prime. Of course. I got strength in my blood, niggas talk, niggas does. გოათნიკოც არ ვიცი ვინ არის. დავსერჩოთ. დარწმუნებული ვარ რომ კაი ტიპი იქნება, პროსტა თქვენ აჰეითებთ უაზროდ კომენტარებში. ოპა, ამ წამს კიდე ერთი ჰეით კომენტარი, მაგრამ ყურადღებას არ მივაქცევ. გოათნიკო. Facts. იდია ჰალს ტუხი ხელზე, ჰეითერებო, რაც ხინდა წერი. მე თქვენ ყველანი კიტი ხართ ყლეზე. ფაქტებია, რა გინდათ? პროსტა ფაქტი თქვა ტიპა. არ ვიცი, ცუდი ვერ ვნახე, ორი ვიდეო ვნახე და ან პაროდიას აკეთებს ვიღაცა რაღაცა, მან ცუდი ვერ ვნახე. არ ვიცი, მაგას რატო აჰეითებთ? პროსტა უაზრობა არის რა უკვე ამ ხალხს რო უყურებ, მათი ჰეითი ძალიან მონოტონურია და უაზრო. მოკლედ არის თქმა მინდა ამ ვიდეოთი. თუ ჰეითერი ყავს, კარგადაც საკეთებ. მაგიტო არ უნდა, როგორ ვთქვა, არ უნდა გაჩერდე, თუ რაღაცა გენოციდს არ იწყებ, გენოციდი არ არის კარგი. და უნდა გააკეთო შენი კონტენტი რა. იმიტომ რომ ეგეთი ტიპები ყველაზე გახარებულები არიან მაშინ, როცა fail-დები და ყველაზე ნაწყენები არიან მაშინ, როცა პირიქით კარგად მიდიხარ, ან კარგად საკეთებ. ეგრე არის ეგ. მაგიტო არიან რომ გაჰეითებენ უაზროდ. მაგიტო ხდება მსგავსი რაღაცეები რა. შარაუთ გოათნიკოს, შარაუთ გიასონას, იმიტომ რომ ფაქტები თქვა თავის ვიდეოში და ანუ რო უყუროთ, აი ყველაფერში რაც კი მიცდია, ყველაფერში აბსოლუტურად, გინდა ონლაინ მაღაზია, გინდა რაღაც გარშემო, ანუ რეალობაში რა, ხალხისგან დაცვინა მოდის და მეორე კიდე სოციალურ ქსელში დაჯმა მოდის. ოღონდ მონოტონური ეგეც. არაფერი ახალი, ყველას იგივეს უწერენ, რომ გადახედო სხვების რაღაცები, მის დამწყებები არიან. რო ნახო დიდი იუთუბერები და მაგათ უთხრა, მაგალითად რო აიღო რო აიღო სიტყვაზე ამიკო ზარგუა რა, მაგას რო უთხრა. აი მაგალითად, მაგას ეხა წავს ჰეითერები და თავიდან ვაფშე ყავდა. რო აიღო კიდე დანელიას ეხა რაღაცა ბიფები ქონდა რაღაცა, მაგრამ ისედაც ყავდა ჰეითერები რა თავიდან სტარტში. მაგალითად რო აიღო ისევ ნიკათიემჯი, მაგასაც სტარტში ჰეითერები ყავდა. ეხა იმდენად აღარ ყავს. ეხა უფრო გლეიზერები ყავს და კიდე შურიანი ჰეითერები. უფრო ეგრეა. და ორივე ზოგადად ჰეითერები შენ პოპულარობას ხელს უწყობენ, როცა სოციალურ ქსელში ხარ და კაია. იმიტომ რომ ევერნესზე მუშაობ მაგ შემთხვევაში რა და ასწორებს ეგეც. მაგიტო fake hate კაია, შავი პიარია იგივე. დაიკიდეთ ფეხებზე, ვინმე რო დაგაჰეითებთ, პროსტა იღადავით მაგაზე, როგორც ამ ვიდეოში ვქენი და გააკეთეთ რაც საკეთებთ. მოტივაცია ეგ. და რა ის რომ მართლაც საკეთებ. მაგიტო რავი, ბევრი ტიპი არის ვიცი რომ არის რაღაცა 10, 12, 13 ესე წლისები არიან, უნდათ იუთუბერობა რაღაცა, ჰეითს ხედავენ და მე ცუდი აზრები აწუხებ თავში თავიანთ ცხოვრებაზე რა. მაგიტო ეცადეთ რომ ჰეითერები არ მიუშვათ თქვენ თავთან ახლოს. თორე ცუდის მეც არაფერს არ გიგეთებ რა. დღესაც სულ ეს იყო, აბა ხო? და
peace Hey therapy, hey therapy, Robo mi facciamo mini, hey therapy, extra well che non giusta dis, hey therapy, mi patarà mini, hey therapy, hey therapy, hey therapy, Robo mi facciamo mini, hey therapy, extra well che non giusta dis.